ეს თანამედროვე განათლების აკადემიის გოგონათა გუნდია, რომელიც ამერიკაში Diamond Challenge-ში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. საგზური მათ წელს საქართველოში გამართულ რეგიონულ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. 10 აირჩიეს ეს გონი ასობით ჯგუფიდან და როდესაც ჩვენი სახელი დავინახეთ, ეგ იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომ ძალიან გვიხარო და ძალიან ემოციებით ვიყავით სავსე. თინეთინმა ელენემ და მართამ კონკურსზე მშობლებისთვის შექმნილი აპლიკაცია ალერე წარადგინეს. ამ ინოვაციური ხელსაწყოთი მათ საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და ყაზახეთის 8 საუკეთესო გუნდი დაამარცხეს. პროექტების უმეტესობა სამეწარმეო, სოციალური და საგანმანათლებლო შინაარსის იყო. იდეის მოფიქრება საკმაოდ რთული იყო, უნდა მოგვეფიქრებინა ისეთი რაღაცა, რაც იყო ძალიან მასშტაბური, ამას უნდა მოეგო მთლიანი რეგიონული შეჯიბრი. ალერე ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილი აპლიკაციაა. ინფორმაციული ბიბლიოთეკა სხვადასხვა თემის მიხედვითაა დახარისხებული. ჩემი მოვალეობა იყო სპონსორების მოძიება, არაერთ კომპანიას დავუკავშირდით და ძალიან საინტერესო ხალხიც გავიცანით აქედან. მე და ელენე აქამდეც ერთ ჯგუფში ვიყავით და მართა იყო სხვა ჯგუფში. მაგრამ საბოლოოდ მოხდით, რომ ერთად ძალიან კარგად დავეწყობოდით და გადაწყვეტეთ, რომ ერთ ჯგუფში მოხვედრილიყავით და ასე გავედით შემდეგ ფინალში და ეხლა მივიდივართ ამერიკაში ერთად. აპლიკაციას მიმოწერის ფუნქციაც აქვს, რომლის საშუალებითაც მშობელს დასმულ კითხვაზე პასუხი წამიერად მიეწოდება. გარდა ამისა, მშობლებს წვდომა აქვთ შვილის სამედიცინო ისტორიასთან, რაც მათზე ზრუნვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. რაღაც პატარა დეტალები არის, რაც სხვა აპლიკაციებშიც აქვს, მაგრამ ჩვენს იმდენი ფუნქცია აქვს და იმდენად დახვეწილი არის, რომ ბევრად უკეთესი არის ჩვენს ეს ვთქვათ მოწინააღმდეგე აპლიკაციებთან შედარებით. ჩვენ გვაქვს ბიბლიოთეკა, რომელშიც ეს ვთქვათ არის ჩაყენებული AI და შეგიძლია ეს ვთქვათ იპოვო ის ინფორმაცია, რომელიც გჭირდება. გავედით, უკვე მივხვდით, რომ საკმაოდ სერიოზული იყო კონკურენცია, გუნდები იყვნენ ძალიან მაგრები. ჩვენი სკოლიდანაც იყო რამოდენიმე გუნდი, ძალიან კარგი პრეზენტაციები ჰქონდათ, კარგი იდეები, უკვე პროტოტიპებიც ჰქონდათ ზად და არ იყო ისეთი დაწუნებულები არ ვიყავით, რომ მოვიგებდით, მაგრამ მაინც ვიცოდით, რომ შესაძლებელი იყო მოგება. რომ გავიგეთ, ჟიურიმ რომ განაცხადა ვინ მოიგო და გავიგეთ, რომ ალერე მოიგო, ძალიან გაგვიხარდა. ერთი საათი ვერ ვჩერდებოდით იმ ოთახში, პირველად ავტირდით, ძალიან ბევრი ემოციაში ვიყავით. კონკურსის მონაწილეებს მენტორობას მათემატიკის მასწავლებელი თამთა წუწუნავა უწევდა. ზუსტად ასეთი პროექტებია მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ 21 საუკუნეში კიდე სხვა უნარებია მნიშვნელოვანი გარდა რაღაც კონკრეტული საგნის ცოდნისა და აი ზუსტად ესეთ უნარებს უვითარებს მსგავსი პროექტები მოსწავლეებს. რეგიონულ ტურში 8 გუნდიდან საქართველოს სახელით მონაწილე 3 გუნდი თანამედროვე განათლების აკადემიას წარმოადგენდა. 2020 წლიდან ჩვენი სკოლა ძალიან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსზე მოსწავლეებისთვის, ეს არის ბრილიანტის გამოწვევა. რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო მარტო საქართველოსთან გამარჯვებული შერჩევა, არამედ რეგიონალური კონკურსი ჩატარდა, სულ 8 გუნდი შეირჩა ფინალში. როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ამ 8 გუნდი და საქართველოს მხარეს წარმოადგენდა 3 გუნდი და 3-ვე ჩვენი სკოლის ბავშვები. ჩვენ ჯერა რომ ჩვენი მოსწავლეების გამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ძალიან წარმატებული, ამისთვის რა თქმა უნდა სკოლამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მათი დახმარების თვალსაზრისით. საერთაშორისო სასწავლო პროგრამასა და კონკურსში ბრილიანტის გამოწვევა მონაწილეობის შესაძლებლობა მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს აქვთ. 2014 წელს საქართველოს შეუერთდა დელავერის უნივერსიტეტის პროგრამას ბრილიანტის გამოწვევა. სიკა და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ორივე დაფინანსების გარეშე ვართ ჩართული ამ პროგრამაში. ერთ-ერთი წელია ჩვენ ქართულ სკოლებს ვიწვევთ, რომ მათ გაიარონ მეწარმეობის და სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამა. ტარდება კონკურსი და გამარჯვებული გუნდი არის ხოლმე მიწვეული საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში დელავერში, სადაც დელავერის უნივერსიტეტი მასპინძლობს მსოფლიო კონკურსის ნახევარფინალებს და ფინალებს. წელსაც გამარჯვებული ყავს თანამედროვე განათლების აკადემიიდან. Diamond Challenge-ის ფინალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელავერის უნივერსიტეტში 1 მაისს გაიმართება. ქართულ მოსწავლეებს აქვთ შანსი მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შეხვდნენ და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ.